მამა ირინეოს, ქონია მომენტი, როცა თქვი რომ შეიძლება შევცდი. ზოგადად პიროვნება მაშინ ხდება ღირებული საზოგადოებისთვის, როდესაც მას შეუძლია შეცდომის აღიარება. აი მაგალითად ეკლესიას რა სწორად აქვს დალაგებული, როდესაც ის ემზადება ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულისთვის, აი მაგალითად აღდგომა არის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული. მას უწყვის წინ მარხვა და მარხვის პერიოდში უმთავრესი ერთ-ერთი კვირა რომ მარხვაში შევიდეს მორწმუნე, მარხვაში შევიდეს ეკლესია, არის მიტევების კვირა. და მიტევების კვირას გეზის მიმცემი მრევლზე, საზოგადოებაზე არის კლიროსი, სამღვდელოება. სამღვდელოება გამოდის მრევლის წინაშე, იჩოქებს და მრევლს პატიებას თხოვს, რომ დიახ ჩვენ ვცდებით. დიახ ჩვენ შეიძლება შევცდეთ. დიახ იესო ქრისტეა ერთადერთი, რომელიც არის შეუცდომელი. დიახ ჩვენ დაცემულები ვართ, შემცდარები ვართ, შემცოდეები ვართ და პატიებას ვითხოვთ თქვენს წინაშე. ეს არ არის ხელოვნური. ხელოვნური თუ ეს იქნება, აუცილებლად ამოგიცნობს საზოგადოება. და როდესაც შენ ხვდები, რომ შენ ხარ საზოგადოების ნაწილი და რას შეცდომებსაც საზოგადოება უშვებს, შენ როგორც ამ საზოგადოებიდან გამომავალი, შენ შეიძლება ჩავარდე ამ შეცდომაში და გამოდიხარ გულწრფელად და აღიარებ, რომ მე ამაში შევცდი დებო და ძმებო, მეგობრებო, მე დაუშვი შეცდომა, პატიებას გთხოვთ. აქ იწყება ბუნებრიობა. აი აქ ერთიანდება ერთად მამა და შვილი. აი ეს არის ეკლესიის არსი. ეკლესიამ ყოვლის ადამიანს ეს უნდა ასწავლოს, რომ შენ იყო ბუნებრივი და შეუძლებელია იყო ბუნებრივი, თუ საკუთარი შეცდომა არ აღიარებ. დიახ, ღვთელი შეიძლება შეცდეს. ჩვენ ვცდებით, რა თქმა უნდა, შემცდარ ვარ ბევრჯერ და მithქვამს, რომ შევცდი.